მოგესალმებით ყველას, დღეს წარმოგიდგენთ 2025 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომლის შედეგადაც შეგვეძლება წლის მაჩვენებელზე საუბარი. დღეს გადაგვხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.2%-ით და აქედან გამომდინარე 2025 წლის რეალური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი გახლავთ 7.5%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია გამოვლინდა მხოლოდ მშენებლობის სექტორში. 2025 წლის დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, აქვე მოგეხსენებათ, რომ 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი, წლიურ ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 2025 წლის მონაცემებით 9.7%-ით, დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6,100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 1.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. 11%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებული დღეს გადაგვხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 18 მილიარდ 330 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება მიზეზებს, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოება, ასევე დადებითი ძვრები იყო მეტალურგიულ მრეწველობაში გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები. აღნიშნული აისახა კიდეც საგარეო ვაჭრობის მონაცემებზე, დაახლოებით 3.6 ჯერ არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ძირითადად იტალიის და თურქეთის მიმართულებით, ასევე 72%-ით არის გაზრდილი ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს რაც შეეხება, ზრდა განაპირობა ძირითადად საგზაო და საჰაერო ტრანსპორტში განვითარებულმა მოვლენებამ, ძირითადად გაზრდილია ტვირთის გადაზიდის მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში არსებულ ზრდის ტენდენციებს, ეს დაკავშირებული იყო როგორც სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ასევე კვების ობიექტის და ზოგადად მზასაკვების მიწოდებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა უკვე ხელმისაწვდომია და 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 8.3%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, მათ შორის ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 10.9%-ით არის გაზრდილი, წლიურ ჭრილში კი აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტის რაოდენობა 6.2%-ით, ხოლო ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გაზრდილია 8.4%-ით. როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან დაკავშირებულ შედარებით შენელებულ ტემპთან. ეს შეეხება გზების, ხიდების და ავტობანების შენებლობას, ასევე გასული წლის შესაბამის პერიოდში შედარებით მეტი მოცულობით იყო სამუშაოები შესრულებული და ეს
შესაბამისად შემცირების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება. ასევე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან, რომ 6%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. ასევე რამდენიმე წუთის წინ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 4.2%-ით არის შემცირებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელი, ასევე 5.9%-ით არის შემცირებული ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა, თუმცა მისი ფართობი გაზრდილია პირიქით 8.1%-ით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.